ნატოს გააქტიურება პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. გამოხმაურებები და შეფასებები ჩვენ სიუჟეტში. გასულ კვირას მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროების განლაგება აღმოჩნდა. სამხედრო ტექნიკა სარკინიგზო მაგისტრალით პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ჩაიტანეს. პოლონეთში განლაგდა 3500 კაციანი ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფი და სამხედრო ტექნიკა, რომლის ფუნქცია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებაა. შეგახსენებთ, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 სამხედრო ბრიგადის განლაგების გადაწყვეტილება ნატოს ხელმძღვანელობამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღო. ამ სიახლეს პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და მოსახლეობა სიხარულით შეხვდა. ამერიკელი ჯარისკაცების ჩასვლასთან დაკავშირებით ვარშავასა და სხვა 15 პოლონურ ქალაქში სამხედრო პატრიოტული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ლოზუნგი იყო უსაფრთხო პოლონეთი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ ამერიკის სამხედროებისა და ტექნიკის გამოჩენას პოლონეთში დიდებული დღე უწოდა. ეს დიდებული დღეა. ჩვენ მივესალმებით ამერიკელ ჯარისკაცებს პოლონურ მიწაზე. ყველაზე საუკეთესო, ყველაზე ძლიერ და მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯარის წარმომადგენლებს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პოლონეთის ჯარისკაცები საერთაშორისო მისიების ფარგლებში მსახურობენ ავღანეთში, ქუვეითში და სხვა ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა პოლონეთში აღნიშნა, რომ ამერიკული საბრძოლო ნაწილის განლაგება პოლონეთის ტერიტორიაზე ამტკიცებს ამერიკისა და პოლონეთის ურთიერთობებს. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გამოთქვამს მზადყოფნას დაიცვას პოლონეთი. 2014 წელს ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდალი გენერალ ფილიპ ბრიდლავი აცხადებდა, ნატო რუსეთის საზღვრებთან უდიდესი სამხედრო ბაზის შექმნას გეგმავს, რათა რუსეთს სწრაფი რეაგირების ინფრასტრუქტურა დაუახლოვოს. მისივე თქმით, განიხილებოდა ბაზირების შესაძლებელი პუნქტები, თუმცა შესაძლო ვარიანტებს შორის ჯერჯერობით საუკეთესოა ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პოლონური პორტის შეცინი. იმავე წელს უელსში ნატოს სამიზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთების განლაგება პოლონეთის და ბალტიის ტერიტორიაზე. ბრიდლავის განცხადებით, ახალ ბაზაზე განლაგდება იმ რაოდენობის შეიარაღება, რამდენიც აუცილებელი იქნება ომის შემთხვევაში ნატოს ჯარების შეუფერხებელი მოქმედებებისათვის. გენერალი აღნიშნავდა, რომ ალიანსის რესურსების აღმოსავლეთით გადატანა აუცილებელი იყო პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გარანტირებული უსაფრთხოებისათვის. იმავე წელს ბარაკ ობამა გამოვიდა ინიციატივით, რომელიც ევროპის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გულისხმობდა. ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გავუწიოთ ჩვენი მეგობრების უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვის უნარიანობას. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ფაქტი მკაცრად გააკრიტიკა. კრემლში მორიგი შაბლონური განცხადება გაკეთდა. ამერიკული სახმელეთო ბრიგადების განლაგებას პოლონეთსა და ბალტიისპირეთში რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მუქარა უწოდეს. НАТО пытается давить на Россию, создает в Прибалтике и Польше военный плацдарм. რუსულ მედიაში აქტიურად განიხილება ის ფაქტი, რომ ნატო მსგავსი ქმედებები ცდილობს ალყაში მოაქციოს რუსეთი, რადგან ნატოს წევრი ქვეყნების ჯარები უკვე დისლოცირებულია პოლონეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, უნგრეთში, ხორვატიაში, ბულგარეთსა და თურქეთში. რუსულმა მედიამ ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფის დისლოცირება პოლონეთსა და ბალტიისპირეთში შეაფასა როგორც ანაკონდის ალყა. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ურჩევს ნატოს გამოიყენოს ჯარები სხვა რამეში. ნატოს ჯარებს რაც შეეხება, ვხედავ, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია. თუ ნატო ვერ ხედავს თავისი ჯარების სხვა მიზნით გამოყენების შესაძლებლობას და საჭიროებას, გარდა იმისა, რომ განათავსოს რუსეთის საზღვართან, ეს სამწუხაროა. მათი დაზვერვა ცუდად მუშაობს. ოფიციალური თბილისი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფნას პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ნატო შემდეგში შეეცდება გააძლიეროს თავისი კონტინგენტი და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რადგან უზრუნველყოს ნატოს წევრი ქვეყნების პოლიტიკური ინტერესების დაცვა და ამ ქვეყნების უსაფრთხოება. ამ მომენტში, რა თქმა უნდა, რუსეთს გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა შეიძლება ითქვას მთლიანობაში იმ ნატოს წევრი ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთს ემიჯნებიან, ანუ ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები კონკრეტულად, შეიძლება ითქვას პოლონეთი, სხვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და როგორც ჩანს, ნატო შეეცდება გააძლიეროს თავისი ყოფნა, თავისი ინფრასტრუქტურა, სამხედრო ამ ქვეყნებში იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი არა მარტო სამხედრო, არამედ პოლიტიკური ინტერესები.
ინტერესები და უსაფრთხოება. სხვა შემთხვევაში რუსეთს ექნება საშუალება, რომ ზეწოლა მოახდინოს ამ ქვეყნების მთავრობებზე, განწყობებზე მოსახლეობების, რომლებიც გარკვეული შიშის, გარკვეული რისკების, ესე ვთქვათ, შეგრძნებით იქნებიან გამშვალულნი. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ პროვოკაციული ქმედებები ზრდის რისკებს, რასაც შესაძლოა სამხედრო დაპირისპირების ხასიათი ჰქონდეს. მათი თქმით, ნატო დაიცავს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას რუსეთის შესაძლო აგრესიისგან. ნატოს და ამერიკული ჯარების განთავსება რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე გამოწვეულია პირველ რიგში რუსეთის აგრესიული მოქმედებებით დასავლეთის ქვეყნების მიმართ და რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პრიბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რომელთაც მშვენივრად იციან რა არის რუსული ოკუპაცია, გამოსილი აქვს თავიანთ თავზე და მისი განმეორება არ სჭირდება. ამავე დროს ეს ქვეყნები წარმოადგენენ ისეთ ბუფერულ ზონას, ძირითადად ასე ვთქვათ, წამყვან ევროპულ ქვეყნებისთვის, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია და ამიტომ მათთვის ვთქვათ ნატოს ჯარის განლაგება აი ამ საზღვარზე არის პირადი უსაფრთხოების საკითხიც. ამიტომ დღეს ნატოს ჯარების განთავსება რუსეთის საზღვართან პირველ რიგში არის ევროკავშირის დაცვის საშუალება რუსეთის აგრესიული გამოხდომებისგან. რაც შეეხება საქართველოს, აქ რუსეთის აქტივობა ნატოს ჯარების აი ამ აქტივობის ფონზე არ ამგონია უფრო გაძლიერდეს, იმიტომ რომ დღეს რუსეთს საქართველოში მიღწეული აქვს ის მიზნები, რომელიც სჭირდება მას ფაქტიურად მისი ჯარი გეგმაზომიერად იზრდება აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებაზე, იქ ძლიერდებიან. რუსეთის მიერ პროვოცირებული ეს სიტუაცია აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, ზრდის რისკებს, ასევე სამხედრო დაპირისპირების ხასიათი შეიძლება ჰქონდეს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია უკვე ის, რომ ნატო გააქტიურდა, ნატოს წევრი სახელმწიფოები ცდილობენ მაქსიმალურად, რომ უზრუნველყონ, დაიცვან საკუთარი წევრი ქვეყნები შესაძლო აგრესიისგან.